მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი კვლავ ერთ-ერთია. მოგეხსენებათ, რომ შემოდგომა ზამთრის სეზონი განსაკუთრებულ გამოწვევას უქმნის ჩვენ ორგანიზმს. ამინდის მკვეთრი ცვლილება, ტემპერატურის კლება, დახურულ სივრცეებში ყოფნა და მჭიდრო კონტაქტები ქმნის პირობებს, რომლებიც რესპირატორული ინფექციების სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს. შედეგად, ავადობის მაჩვენებელი ამ პერიოდში საგრძნობლად იზრდება. ამ გამოწვევის საპასუხოდ მთავარი როლი რასაკვირველია ეკისრება ორგანიზმის თავდაცვით სისტემას, ძლიერ იმუნიტეტს, რომელიც წარმოადგენს ბარიერს, რომელიც გვიცავს ვირუსებისა და ბაქტერიებისაგან. მისი გამართული მუშაობისთვის აუცილებელია ჯანმრთელი ჯანსაღი ცხოვრების წესი, მათ შორის სრულფასოვანი კვება და ვიტამინებით მდიდარი საკვები. მინერალების საკმარისი რაოდენობა ეს არის აუცილებელი პირობა, რომელიც ჩვენ დაგვიცავს გარემო ინფექციებისაგან. ეს ნივთიერებები არა მხოლოდ ამცირებენ ინფექციის განვითარების რისკს, არამედ ამსუბუქებენ მის მიმდინარეობასაც. როგორ გავაძლიეროთ ორგანიზმი? როგორ დავიცვათ თავი ვირუსებით დატვირთულ პერიოდში? რა მნიშვნელობა აქვს ვიტამინების და მინერალების არსებობა სათანადო რაოდენობას ჩვენს ორგანიზმში, ჩვენი ჯანმრთელობისთვის? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დღეს ჩვენ გვყავს ორი არაჩვეულებრივი სტუმარი, ქალბატონი მაკაბულეიშვილი, პროფესორი, კლინიკური ექსპერტი და ქალბატონი ნინი უდუმაშვილი, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma's პროდუქციის მენეჯერი. ქალბატონო მაკა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, თქვენი ყოფნით ძალიან გაგვანებიურეთ უკანასკნელი ერთი თვია, რასაც ჩვენ მივესალმებით და ძალიან გვიხარია. ქალბატონებო, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, ვინაიდან ჩვენი საეთერო დრო ისედაც შეზღუდულია. მე პირდაპირ მაშინ კითხვით დავიწყებ. ქალბატონო მაკა, პირველი კითხვა თქვენთან მექნება. წლის ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად, გვიანი შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში ყოველთვის შეინიშნება რესპირატორული ინფექციების მომატებული რისკი. როგორი სტატისტიკა ამ ეტაპზე საქართველოში, რათი გაგვახარებთ და რა საფრთხის წინაშე ვდგევართ, რომ რაღაც თავი დავიცვათ ყველაფერი მოსალოდნელი გაჭირვებისგან? აუცილებლად გაგახარებთ, პირველ რიგში რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ის, რომ ვარ თქვენი სტუმარი რაღაცა ეს მოკლე პერიოდში და რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ თქვენთან ერთად და აუცილებელიც არის, რომ იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ზუსტად ის, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ, რაც ეხება სეზონი, რომელიც არის ვირუსული ინფექციების გავრცელების სეზონი, მოგეხსენებათ, ეს სეზონი დაიწყო უკვე. და სეზონი გრძელდება ძალიან დიდხანს, შეიძლება ვთქვათ, რომ თითქმის მთელი 6 თვის განმავლობაში შეიძლება კი არა გრძელდება ეს სეზონი და სამწუხაროდ არა, საბედნიეროდ ჩვენ უნდა ავდგეთ და ყველანაირად მზად შევხვდეთ, თქვენც აღნიშნეთ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნურ სისტემას, იმუნური სისტემა, რომელიც არის ის მთავარი, ასე რომ ვთქვათ, ის მთავარი ჩვენი ორგანიზმისთვის, რამაც უნდა შექმნას ის ბარიერი, რომ ჩვენ ნაკლებად დავსნებოდეთ, რა თქმა უნდა, ვიყოთ ჯანმრთელით და ამისთვის ძირითადად რა ხდება, როგორ არის ახლა დღევანდელი დღისთვის მონაცემები. ამ ეტაპისთვის უკვე შესულივად შეიძლება ვთქვათ, ვირუსული მოცირკულირე ინფექციების, ანუ სხვადასხვა პათოლოგიების სეზონში, ეს არის განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად მაინც მოცირკულირე, ეს არის რესპირატორული სინციტიური ვირუსი დაიწყება, ეს იქნება ასევე მოგეხსენებათ ადენოვირუსები, რინოვირუსები, არ დაგვავიწყდეს COVID-19-იც, რომელიც ასევე საკმაოდ არის ისევ და შეიძლება გითხრათ ისიც, რომ აი ბოლო პერიოდის განმავლობაში ცოტა ელემენტალურად, მაგრამ მაინც შედარებით თითქოს მივიწყებული, მაგრამ მატება შეენიშნებოდა COVID-19-ის, COVID-ის და ასევე ისიც ვთქვათ, რომ ახლა რა თქმა უნდა გრიპის სეზონიც იწყება, გრიპის ვირუსიც. მაგრამ რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენი ორგანიზმი, ზაფხული გამოვლილი ორგანიზმი, რომელსაც გამდიდრებულია, შეიძლება ითქვას ბუნებრივი პროდუქტებით, ჯანსაღი კვებით, რაღაც დასვენებული ორგანიზმისთვის, რა თქმა უნდა, შებრძოლება ვირუსებთან შედარებით უფრო მარტივია. თუმცა, რა თქმა უნდა, მობილობა გაზრდილია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პერიოდში მეტია იმისი ალბათობა, რომ ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება ჩვენ როგორც ვიცით ეს ყველა ის ვირუსები, რომელიც თქვით და, რა თქმა უნდა დავასახლოთ ალბათ მე სიმპტომებიც, რაც შეიძლება მოსალოდნელი იყოს, რესპირატორული სიმპტომებით გამოირჩევა ზოგადად ყველა ეს ვირუსები თითქმის ერთმანეთს წააგავს, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ვირუსი მარტივად
გადავიტანოთ და ასე რომ ვთქვათ, მალე რომ დამთავრდეს, მალე გამოვიდეთ მდგომარეობიდან და არ გადავიდეს შემდგომ ეს პათოლოგია, ანუ ესეთ გართულებებში, რომელიც არაერთხელ ყოფილა და ვიცით და ძირითადად მაინც ახასიათებს რესპირატორული სისტემის პულმონოლოგიური სხვადასხვა დაავადებების განვითარება, მაგალითად შემდგომში ჰოსპიტალიზაციის მიზეზი. კი, ჰოსპიტალიზაციის და უნდა გავფრთხილდეთ ვინ განსაკუთრებით უნდა გავფრთხილდეთ ბავშვები, იმიტომ რომ ახლა სასკოლო პერიოდია, მობილობა დიდია, ბაღები, ასე შემდგომ ბავშვების ეს ანიშნავს იმას, რომ ბავშვი არ უნდა ვატაროთ სკოლაში და ბაღში, აუცილებელია, მაგრამ თუ კი შევნიშნათ, რომ არის რაღაცა სიმპტომები, უნდა მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, რომ სხვაც არ დავასნებოვნოთ. და მთავარი აქცენტები უნდა გაკეთდეს ფონურ დაავადებებზე, ქრონიკულ პათოლოგიებზე და რა თქმა უნდა საკვები და ის აუცილებელი მიკრო, მაკრო ელემენტების, ნუტრიენტების სისავსევე შეიძლება ასე ვთქვათ ორგანიზმის, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამა თუ იმ დაავადებას მარტივად გავუმკლავდეთ, განსაკუთრებით რესპირატორული ინფექციების გავრცელების პერიოდში. არსებობს თუ არა რაიმე საშუალებები, რომლებიც მოგვეხმარება, რომ თავიც დავიცვათ და რასაკვირველია ნაკლებად გავავრცელოთ ეს ინფექციები? რა თქმა უნდა, ეს ზუსტად მე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ორგანიზმში იყოს ის აუცილებელი კომპონენტები, რომელიც ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა, მაგალითად, ყველასთვის ცნობილია C ვიტამინი, რომლის შეიძლება ასე ვთქვათ, დღიური დოზა განსაკუთრებით როგორც პრევენციის, ასევე შეიძლება ვთქვათ, დასნებოვნების პერიოდშიც, რომ 1000 ერთეული იყოს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ესეთი ყველაზე ტრენდული არა მარტო ძვალსახსროვანი სისტემის მკურნალობისთვის, ასევე რა თქმა უნდა ვირუსული ინფექციების დროსაც ეს არის D ვიტამინი, ხო, D ვიტამინსაც ასევე ძალიან ისეთი სერიოზული ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული თვისება გააჩნია და ძალიან მნიშვნელოვანია თუ იქნება ყოველთვის სინერგიული მოქმედება სხვადასხვა კომპონენტების, განსაკუთრებით C ვიტამინი 1000 ერთეული, D ვიტამინი 1000 ერთეული და ძალიან მნიშვნელოვანია თუთია. აი თუთია, რომელსაც ასევე არსებით და ამ სამ კომბინაციას, ამ სინერგიულ მოქმედებას შეიძლება ვთქვათ, რომ გააჩნია სერიოზული ბაქტერიული და რა თქმა უნდა ვირუსული ინფექციებისაგან პრევენციის თვალსაზრისითაც და დასნებოვნების პერიოდშიც დაცვის ძალიან სერიოზული მექანიზმი. ძალიან გვეხმარება და ნამდვილად არა მარტო ეს კომპონენტები, არამედ რა თქმა უნდა ის დანარჩენი სხვა ვიტამინებიც და სხვა ელექტროლიტებიც, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის. მაგრამ აი სამი კომპონენტისგან შემდგარი ეს სინერგიული მოქმედების რა თქმა უნდა არსებობს, აგერ წარმოდგენილიც არის ახლა დღეს ჩვენთან, აი მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ ალბათ ყველა მიცის ეს და ძალიან პოპულარული იყო და ძალიან კარგ შედეგებს ტოვებს, რაც მთავარია, მისი სინერგიული მოქმედება, როგორც არის მაგალითად სინკოვიდი იმუნო, აგერ ჩვენთან არის წარმოდგენილი ზუსტად იმ სამი კომპონენტისგან შედგება. მაგრამ რა მაინტერესებს, იცით, ალბათ მოსახლეობასაც აინტერესებს, რა თქმა უნდა, ეს არის პრეპარატები, რომლებიც შეიძლება შეიძინონ თავისი სურვილით საფთიაქო ქსერში, რეცეპტის გარეშე. შესაძლებელია თუ არა ნებისმიერი პოპულაციაში, რომელიც ხშირად მოავადი ან საერთოდ ძალიან იშვიათად ავადობს, ხო, არსებობს ასეთი ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ არ ჭირდებათ მათ არანაირი იმუნიტეტის გაძლიერება, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ისედაც არგუმენტად ხშირად მოყავთ ხოლმე ფაქტი, რომ ისე გადავიარე COVID-ი, ერთხელ არ დამართნია. კი, რა თქმა უნდა, ეს არაჩვეულებრივია. უბრალოდ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს ამ მედიკამენტებმა იმ ადამიანებსაც, რომლებიც არ ითვლებიან ხშირად მოავადე და არა აქვთ რაღაცა განსაკუთრებული რისკ ფაქტორები, იგივე დაუშვათ კომორბიდული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, წონა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, თამბაქოს მოიხმარენ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე ბავშვებზე მინდა კიდევ ცალკე რო დაგეკითხოთ თუ შეიძლება. აუცილებლად, რა თქმა უნდა, თუ კი ადამიანი არის სრულად ჯანმრთელი, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ყოველთვის იმას ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ პირველ რიგში არის ცხოვრების წესი, თავარი, ხო? ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელსაც ვერ ვიცავთ, სამწუხაროდ ვერ ვიცავთ ერთ-ერთი ჩვენგანი. მაგრამ ვიღაცა მოდის და გეუბნება, რომ მე ჯანსაღად ვცხოვრობ თქვენ. ეს ბედნიერებაა და მიყარი ასეთ ადამიანებთან შეხვედრა. ასეთ შემთხვევაში მათ ალბათ არანაირი დანამატები არ ჭირდება, თუ კი ისინი სწორად იკვებებიან და თუ კი რა თქმა უნდა, ასე რომ ვთქვათ,
გაკაჟებული აქვთ ორგანიზმი, მაგრამ ზოგადად დღიური დოზა უნდა იყოს საკვებში, თქვენ ბრძანეთ ვერ ვიცავთ. Რა თქმა უნდა, ჩვენი დახარჯული ენერგიის აღდგენაც აუცილებელია. ამისთვის ეს კომპონენტები, რომელ კომპონენტებზეც აქცენტის ვაკეთებთ, რაც არის აუცილებელი, ყველასთვის არის ეს შესაძლებელი და არავის არ ასე რომ ვთქვათ, შეუქმნის რაღაც გარკვეულ პრობლემას. იმიტომ რომ C ვიტამინი, D ვიტამინი, თუთია, ეს ყველა ისეთი კომპონენტებია, რომელთა გარეშეც, რა თქმა უნდა, არა მარტო ვირუსული ინფექციების დროს, არამედ ზოგადად ძალიან კარგად ვიცით, რომ აი სხვადასხვა მაგალითად თმისცვენის შემთხვევაში, სხვადასხვა პათოლოგიების შემთხვევაში, აი მაგალითად გუსის ძახვა სისტემის პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში. ესეთი პრობლემაა, მე მგონი ყველა ადამიანი ძალიან ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი შემომიჩივლებს, რომ აქვს გაძლიერებული თმისცვენა. მაგრამ თმისცვენას თავისთავად ცხადია პირველ რიგში ესაჭიროება ჩვენ ვიცით ეს მე და თქვენ დიაგნოსტირება თუ საიდან ხდება როგორ ხდება და ამის შემდგომ უნდა მოხდეს უკვე შესაბამისი პროდუქტის რეკომენდაცია მაგრამ მოდით ახლა ჩვენ ვთქვათ ასევე ისეთ პათოლოგიებზე როგორც არის მაგალითად აი მეორე კომპონენტზეც გადავალ მე თუ შეიძლება იმიტომ რომ ნახეთ ახლა როგორ არის ეს ცინკოვიდი იმუნო თვითონ სიტყვაც გვეუბნება იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის არის ეს სამი სინერგიული მოქმედების აუცილებელი კიდევ გამეორდებით C ვიტამინი, მისი უნიკალური ფუნქცია ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და მოგეხსენებათ ახლა რომ C ვიტამინის ზოგი ესეთი ცნობილია ადამიანები გაციების შემთხვევაში როგორც პრევენციის, ასევე უკვე დასნებოვნების შემთხვევაშიც ძალიან დიდი ეს ჭარბი რაოდენობით ღებულობენ. C ვიტამინის გამოყენებას ინფექციასთან საბრძოლოდ უხსოვარი დროიდან ამას ვამბობ და ამიტომ როდესაც არის ამის საშუალება რომ იყოს ეს ახლა ის დოზა რომელიც დოზაც აუცილებელია როგორც პრევენციის ასევე მკურნალობისათვის აი ეს სამი კომპონენტიანი ძალიან კარგ შედეგს იძლევა და მართლა ძალიან კარგი შედეგებია. არის მეორე ვარიანტი, არის ისეთი პათოლოგიები, როდესაც გუსის ძახვა სისტემის დაავადებები, მაგალითად არითმიები, რო ვთქვათ გულის უკმარისობა ასე შემდგომ, აი აქაც ძალიან მნიშვნელოვანია უკვე არა მარტო ამ სამი კომპონენტისგან შემდგარი პროდუქტის მიწოდება, არამედ იქ მნიშვნელოვანია უკვე მაგნიუმის მიწოდება, იქ მნიშვნელოვანია უკვე ასევე კალიუმის, კალციუმის მიწოდება, D ვიტამინთან, C ვიტამინთან და აი B ჯგუფის ვიტამინებთან ერთადაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კალიუმის დეფიციტის შემთხვევაში ხშირად არის ხო, როდესაც ვირუსული ინფექციით დასნებოვნების დროს პროფუზული ოფლიანობაც ხომ არის ძალიან ხშირად არის, როდესაც აი მართლაც თანხლებია როგორც ოფლიანობა ვირუსის დროს, ასევე შესაძლებელია ფაღარათიც იყოს, ამიტომ დიდი რაოდენობით მაინც იკარგება ვირუსის დროს, ამიტომ ურჩევთ წყლის დალევასაც აუცილებლად, განსაკუთრებით ხშირია ხოლმე, როდესაც ჩაის სახით მოიხმარენ, მოგეხსენებათ ესეც გაციების შემთხვევაში ვირუსების დროს, მაგრამ მაინც იკარგება ეს კალიუმი, ამიტომ კალიუმის დაკარგვის ფონი ისეთი ადამიანებისთვის, რომელ ადამიანებსაც ტახიკარდია და სხვადასხვა სახის გულის უკმარისობის გულის პათოლოგიები აქვთ, რა თქმა უნდა, მათთვის ეს უნიკალური შემოსებელია მისი რაოდენობით, ანუ მთლიანი შემადგენლობით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს მაგალითად ნევროლოგიურად ასაკიან პაციენტებში ძალიან მნიშვნელოვანია ცინკოვით კარდიო მაგალითად ეს ოდესაც თქვი კალიუმის შემადგენლობით, მაგნიუმის შემადგენლობით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნევროლოგიური პათოლოგიებში, ძვალსახსროვანი ტკივილების დროს, ასევე მაგნიუმის დეფიციტის შემთხვევაში, კუნთების ტკივილიც მოგეხსენებათ, უკვე როგორც პრე, ასევე პოსტვირუსული პათოლოგიების დროსაც ძალიან ხშირია ხოლმე, ხო, მას კუნთების სერიოზული ტკივილით გამოხატულია და ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა აი შემადგენლობა უკვე იქ შედარებით უფრო გადატანილია შემდგომში ცინკოვით ნეიროზე იქ არის B ჯგუფის ვიტამინებიც ასევე ნევროლოგიური ანუ კუნთის კვების ვარიანტში ასევე ნერვული დაბოლოებების კვებისთვის ჩვენ ვიცით რომ ძალიან კარგი არის B ჯგუფის ვიტამინები და აქვე შემადგენლობაში ისევ არის როგორც კალციუმი არის ასევე კალიუმი არის ასევე C ვიტამინი D ვიტამინი ის დღიური და აუცილებელი დოზა რაც მნიშვნელოვანია რომ ანუ უკვე დასნებოვნების შემდგომ პერიოდში ჩვენ ძალიან არ დაგვრჩეს ბევრი გვერდითი მოვლენები და არ გაგვირთულდეს რაც უკვე ვთქვით და არ მოხდეს შემდგომ ჰოსპიტალიზაცია ესა თუ ის ფონური თუ ქრონიკული დაავადება. დიდი მადლობა ქალბატონო მაკა ესეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის უბრალოდ რამოდენიმე კითხვა შემომრჩა და ეს კითხვები შემიძლია თქვენ დაგისვათ რომ უკვე ქალბატონ ნინი ჩემთვის საინტერესო იქნება თქვენ ისე ვრცლად ისაუბრეთ ამ სამივე პრეპარატზე რომ ალბათ ძნელია რამე დაამატო უბრალოდ მაქვს ასეთი კითხვა
ნებისმიერი აი ეს იქნება ცინკოვით იმუნო. ცინკოვით იმუნოს ალბათ ნაკლებად ეკუთვნის იგივე კარდიო და ნეირო, ხო? ეს პრეპარატები შეიცავენ თუ არა თერაპიულ დოზას იგივე მაგნიუმის და კალიუმის. თუ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროვინციული და შეიძლება გამოიყენო მაშინაც კი როცა მაგნიუმი ნორმაში გაქვს, მაგრამ რაღაც გარკვეული რისკების და გამო ისევე ვირუსით ავადობის, გახანგრძლივებული ავადობის პერიოდში მაინც როგორც ხელშემწყობი თერაპია დანიშნო. რახან ეს არის ურეცეპტო პროდუქტი, სავარაუდოდ ეს მაინც უფრო პრევენციულია და არა თერაპიული. რა მინდა იცით რომ რატომ ამახვილებ ამაზე ყურადღებას ჩვენი მსმენელის უმრავლესობისთვის ჩვენი გადაცემა წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ჩვენ დანიშნულებას არ ვიძლევით ჩვენ უბრალოდ მიუთითებთ კლინიკურ ჩივილებზე და ვაძლევთ რჩევებს შეუძლია თუ არა რომ მან ყველანაირი მაგნიუმის, კალიუმის და ნებისმიერი სხვა კვლევების გარეშე თვითონ მიმართოს აფთიაქს და დაინიშნოს ამ პრეპარატის გამოყენება. მოგესალმებით ქალბატონინო, კიდევ ერთხელ მიესალმებით ჩვენს მაყურებელს. ქალბატონმა მაგამ ამომწურავად ისაუბრა ფაქტიურად სამივე ბრინძზე და ცინკოვიდებზე კიდევ განმეორდები და ვიტყვი რომ ნამდვილად სახალხო პროდუქტი არის და ალბათ არ მეგულება ოჯახი, რომელსაც რომელიმე წარმომადგენელი არ აქვს ერთხელ მაინც მიღებული. ზოგადად სამკურნალო საშუალებებად რა თქმა უნდა არ მოვიაზრებთ, წარმოადგენს საკვებ დანამატს და შესაბამისად საკვები დანამატი ძირითადად საპრევენციო საშუალებას წარმოადგენს და რომ არ ვიავადოთ, ან ავადობის შემთხვევაში, როგორც ქალბატონმა მაგამ აღნიშნა, მსუბუქად რომ გადავიტანოთ ეს პერიოდი, ხან მოკლე პერიოდში ნაკლები სიმპტომებით და გართულებების გარეშე, სწორედ ამაში გვეხმარება საკვები დანამატები. და როგორც ახსენეთ, თუ ვერ ვიკვებებით, როგორც საჭირო არის, განსაკუთრებით წლის ამ სეზონზე, როდესაც ვიტამინების და მინერალების დეფიციტი არის იმ პროდუქტშიც, რასაც ჩვენ რეალურად დღის განმავლობაში ვიღებთ, შესაბამისად ვცდილობთ, რომ საკვები დანამატების სახით შევივსოთ ეს მარაგი. აღნიშნულ პროდუქტებში არის წარმოდგენილი სწორედ საპროფილაქტიკო დოზებით. შესაბამისად, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ნებისმიერი მათგანი შეგვიძლია მივიღოთ საპროფილაქტიკოდ ყოველგვარი ანალიზის გარეშე. შეიცავს მხოლოდ საპროფილაქტიკო დოზებს. ცინკოვით იმუნოში თუ დაუშვათ უკაცრავად ნინი ჩაგეძიებით. აი დაუშვათ არსებობს მე ხშირად დამინიშნავს მაგნიუმის თერაპიული დოზა. მაგრამ პაციენტი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში საჭიროებს მაგნიუმის თერაპიას, დამატებით რომ მიიღოს ეს წამალი, რაიმე პრობლემას ხომ არ შეუქმნის? გეტყვით ქალბატონი, ცინკოვით ნეიროში შედის 100 მილიგრამი მხოლოდ მაგნიუმის დოზა. რაც შეეხება ცინკოვით კარდიოს შეიცავს 60 მილიგრამს. აქ არის მხოლოდ საპროფილაქტიკო დოზებით გათვალისწინებული, შესაბამისად თუ იღებს ცალკე მაგნიუმს, აქ შეუძლია დანამატის სახით კიდევ მიიღოს ცინკოვით პრეპარატი ძალიან ამაყად გამოიყენა. აქვს თუ არა ამ პრეპარატებს რაიმე შეზღუდვა და ცენზი ასაკობრივ ჯგუფთან და იმ პაციენტებში, რომელთანაც დიაგნოსტირებულია შაქრიანი დიაბეტი. მოგახსენებთ, ცინკოვიდის სამივე წარმომადგენელი ინიშნება 12 წლის ასაკიდან. რეკომენდებულია 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ და გამოშვების ყველაზე კილოგრამ წონასთან მიმართებაში არ ითვლება. 1 ტაბლეტი შუშხუნა ტაბლეტი არის, ეს არის უგემრიელესი ფორთოხლის არომატით, ამიტომ გამოშვების ფორმა ძალიან კომფორტული არის ჩვენი პაციენტებისთვის. ერთადერთი 12 წლის ასაკიდან არის რეკომენდებული, არ შეიცავს შაქარს და შესაბამისად პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით თავისუფლად შეგვიძლია რომ გაუწიოთ რეკომენდაცია. თუმცა იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ციტრუსებზე გარკვეული ალერგია და რახან ფორთოხლის არომატით არის, მაინც სიფრთხილე გმართებს. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ახლა ძალიან პოპულარულია ასევე უგლუტეინო დიეტები. გლუტეინთან მიმართებაში ხომ არ გვაქვს რაიმე პრობლემა? ამ შემთხვევაში ცინკოვიდზეც სამომედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ შეიცავს გლუტენს და აქვე გვაქვს წარმოდგენილი აუცილებლად შევეხებით ომის-3-ის ბრენცაც, რომელშიც ასევე ომის-3 ჟელის ფორმაც, რომელიც ასევე არ შეიცავს გლუტენს და შესაბამისად პედიატრიულ ფორმაშიც ვზრუნავთ ჩვენს მოხმარებელზე და შესაბამისად ვცდილობთ, რომ ნებისმიერი საკვები დანამატი მათთვის მისაღები ფორმით იყოს. შესაბამისად ცინკოვიდის სამივე ფორმით შეგვიძლია 12 წლის ასაკიდან შევზღუდავთ, მივცეთ ნებისმიერ ტიპის პაციენტს. მე როგორც მივხვდი, ცინკოვიტი შეგვიძლია გადაბმულად გამოვიყენოთ თვითონ ვირუსის ავადობამდე, ვირუსის პერიოდშიდაც და პოსტვირუსულ პერიოდშიდაც. უბრალოდ იმის დამეხედვით თუ რა ჩვენება გვექნება, შეიძლება რომ შევცვალოთ და ჩავანაცვლოთ თავშოთ იმუნოკარდიოთი ან იმუნონეიროთი და ასე შემდეგ.
კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რამდენად ხანგრძლივად არის შესაძლებელი და რას საჭიროებს ხომ გაყოფილია რა ავადობა და უბრალოდ პრევენცია. პრევენციის შემთხვევაში როგორ შეიძლება რომ აი ხა მე დედამ რომელსაც უშვებს შვილს სკოლაში მაშინ როდესაც ავადობა პიკზეა, როგორ უნდა მივცე ჩემს 12 წლის შვილს ეს წამალი. კაპიტანი, მაშინ დავიწყოთ ცინკოვიდი იმუნოთი, სადაც მაქსიმალურად გვაქვს C ვიტამინის მაღალი დოზა 1000 მგ არის, დამატებული არის 1000 საერთაშორისო ერთეულით D ვიტამინი და ასევე თუთია 15 მგ. სამივე სინერგიული მოქმედების 15 მგ-ით სათერაპიული დოზისთვის. 10 მგ ყველაზე ესეთი ოპტიმალურია, მაგრამ მაინც პრევენციულად აბსოლუტურად საკმარისი თერაპიაზე ვლაპარაკობ. დიახ, ცინკოვიდი იმუნოთი შევისებთ დეფიციტს, რეალურად C ვიტამინის, D ვიტამინის და თუთიას და შემდეგ 20 ტაბლეტი არის სამივე გამოშვების ფორმაშიც. თითო კოლოფში 20-ია, მეგონა რომ 10 იყო. 20 შეშხნა ტაბლეტი არის, შესაბამისად ცინკოვიდი იმუნოს შემდეგ შეგვიძლია უკვე ცინკოვიდი ნეირო ჩავთოთ. ცინკოვიდი ნეირო უფრო რეკომენდებულია, რა თქმა უნდა, პოსტვირუსულად და ზოგადი ვიტამინების გამდიდრებული. ზოგადი სისუსტის დროს და ზოგადად ამ სეზონზე განსაკუთრებით, როდესაც უკვე გადასული ვართ აქტიურ ცხოვრების რეჟიმზე, რაც სტრესთან, გაღიზიანებადობასთან, შფოთვასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად რა თქმა უნდა. შესაბამისად, ცინკოვიდი ნეირო B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად და მაგნიუმთან ერთად გვეხმარება ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაში ნერვული სისტემის კუთხით, რაც ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი, მეხსიერების გაუმჯობესება, ასევე უძილობაც და შესაბამისად სახელწოდებიდან გამომდინარე, ცინკოვიდი ნეირო სწორედ პაციენტებთან ნევროლოგიური პრობლემებით გვეხმარება საპრევენციოდ, ასე ვთქვათ, რომ შევუმსუბუქოთ ეს მდგომარეობა და პოსტვირუსულად, რა თქმა უნდა, სწრაფად რეაბილიტაციას შეუწყოთ ხელი. აქვს თუ არა რაიმე გავლენა საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან, მაგალითად ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გულძმარვა, ეროზია, წყლული ანამნეზი შეუძლიათ თუ არა გამოიყენონ. ამას აუცილებლად ვიტყვი მე, იმიტომ რომ პრაქტიკულად როდესაც ამდენი წელი ახლა მოხმარებელი ჩემი პაციენტები ხშირად და ძალიან კარგი შედეგით დავდება, მაგრამ ყოველთვის მაინც კითხვა მაქვს, ხომ არ არის კუჭის რაიმე პათოლოგია, ხომ არ არის წყლული გასტრიტი, ან რაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, შეიძლება ერთმა ტაბლეტმა, ორმა შუშხუნამ დიდი არაფერიზე გავლენა არ მოახდინოს, მაგრამ ზოგადად მაინც მე ყოველთვის რეკომენდაციას უწევ, რომ მისი შემადგენლობიდან გამომდინარე C ვიტამინი ზოგადად ისედაც მაინც ანუ ნებისმიერი წამალი რაც არ უნდა იყოს პრევენციული ჯობია მაინც იყოს შეთანხმებული ექიმთან და აუცილებელი კვების შემდგომ მაინც რომ იყოს მიღებული. ძალიან დიდ ბოდის ვიხდი, udro უცებ გადის, მაგრამ ჩვენ ახლა სულ რამოდენიმე წუთი უნდა შევწყვიტოთ ჩვენი გადაცემა და შემდეგ ნაწილში უკვე დავბრუნდებით თქვენი საინტერესო ომესამ ჯუნიორით და ომესამით.